როდის უნდა ვჭამოთ მაკარონი? შემოდის ხოლმე ასეთი შეკითხვაც. პასუხობთ. გახსოვდეთ, რომ მაკარონი არ არის ძირითადი კერძი. მაკარონი ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნახშირწყლოვანი საკვები არის გარნიერი, ანუ მისახურებელი. მაკარონი უნდა ჭამოთ პურის მაგივრად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომზადებულია ეგრეთ წოდებული al dente პრინციპით. ანუ, როდესაც ყიდულობთ მაკარონს, კოლოფზე და შეფუთვაზე აუცილებლად ეწერება რამდენი ხანი უნდა იხარშოს. ზუსტად იმდენი წუთი არ დუღეთ, გადაწურეთ და გადმოდგით. იმას თუ გადაცდა და ერთმანეთს თუ მიეწება მაკარონი, ეს უკვე ძალიან მავნებელია და აქ უკვე ჯანსაღკვებაზე ლაპარაკი ზედმეტი. ასე რომ ჭამეთ მაკარონი სწორად და თუ გაინტერესებთ დანარჩენი ინფორმაცია, კიდევ რისი ჭამა შეიძლება მომწერეთ პირადში. მოდი, ვილაპარაკოთ.